ეს ყველაფერი უკვე მწყობრიდან გამოდის. ეს ყველაფერი ახლიდან არის გასაკეთებელი და მანამდე უნდა მოხდეს დემონტაჟი. თავდაპირველი ნებართვაში თუ არის რამდენიმე 2 სართულიანი, 3 სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვა, შემდგომში უკვე დასრულებული პროექტები სხვა ფორმებს, სხვა მასშტაბებს იძენენ. ხანმა კომპანიამ თქვა, რომ ეს საძირკველი ამ სკოლისთვის არ გამოდგებოდა და ამიტომ ახლა ამ საძირკვლის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. დღეს გქონდა ჩვენი 4 კვლევის პრეზენტაცია, მანამდე კიდევ 4 კვლევა გავაცანით საზოგადოებას. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქართლის სტუდიას, მე ჟურნალისტი საბა წეწიკაშვილი ვარ. მედია ორგანიზაცია ნეოტივი მოამზადა 10 ანალიტიკური მასალა საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშ ვალდებულების შესახებ. ამ მასალებში თქვენ აღმოაჩენთ ისეთ ამბებს, რომლის გაშუქება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი მედიების მეშვეობით, რომლის მომზადება სჭირდება შრომა ბრძოლა იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტის თანხები და რამდენად ეფექტურია ხელისუფლების საქმიანობა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ნეოტივის წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი. ვიდრე უშუალოდ მასთან გადავიდოდეთ და ვისაუბრებდეთ ამ პროექტის შესახებ, მანამდე გეტყვით, რომ მასალების გაცნობა შესაძლებელია ნეოტივის ჯიზე და ასევე პატარა სიუჟეტი, რომელიც სწორედ აქ განთავსებულ მასალებზე არის დაფუძნებული. კვლევა ჩავატარე პროექტის ფარგლებში და გამოგვიკვლია რამოდენიმე თემა. დავასახელებ აქედან 3 თემას, ეგრეთ წოდებული ხიდის მშენებლობას, რომელიც ატენის სიონთან მიმდინარეობს და როგორც იქ მოსახლეობა მითხრა, ეს უნდა ყოფილიყო 50 მეტრიანი ხიდი, თუმცა ვერ გათვალეს თავიდანვე, ბეტონია ჩასხმული სადღაც რამოდენიმე მეტრზე, არის არმატურა იქ ჩაყრილი და ეს ყველაფერი უკვე მწყობრიდან გამოდის. ეს ყველაფერი ახლიდან არის გასაკეთებელი და მანამდე უნდა მოხდეს დემონტაჟი, რაც კიდევ ერთხელ თანხებს მოითხოვს და ეს უკვე თანხების გაფლანგვა იქიდან გამომდინარე, რომ წყალში ჩაიყარა ის თანხები, რომლითაც ეს ყველაფერი შენდებოდა და კეთდებოდა. სადგურის დასახლებაში 2021 წელს დაინგრა იქ არსებული სკოლა, რადგან ამორტიზირებული იყო და საჭიროებდა, რომ ახალი სკოლა ყოფილიყო. 2021 წელს მოხდა ეს ყველაფერი და უნდა დასრულებულიყო 2023 წელს. თუმცა კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო და დაიწყო მშენებლობა, რატომღაც ვადებში ვერც ჩაეტია, არც ააშენა და გამოვიდა პროექტიდან. ახლა შემდეგ კიდე ახალი ტენდერი გამოაცხადეს და ახლა ახალი კომპანია შევიდა. ახალ კომპანიას დახვდა უკვე საძირკველი ჩასხმული და ხანმა კომპანიამ თქვა, რომ ეს საძირკველი ამ სკოლისთვის არ გამოდგებოდა და ამიტომ ახლა ამ საძირკვლის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, სკოლა დღემდე არ არის აშენებული. ბავშვები არიან სხვადასხვა სკოლებში გადანაწილებული. ეს ბავშვები მათი სწავლის ხარისხიზე მოქმედებს ცხადია. სკოლამ დაკარგა ასევე ძალიან ბევრი ბავშვი, იმის გამო, რომ ასე სკოლიდან სკოლაში უწევთ ბავშვებს სიარული საკმაოდ შორს მანძილებზე. რამდენიმე წლიანი მოლოდინის შემდეგ გორის ცენტრში ტერიტორია, რომელიც ბოლო 6 წელია მიტოვებულია და ნაგავსაყრელად არის ქცეული, ფონდმა ქართუმ გამოისყიდა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ის საჩუქრად გადასცა. პროექტის საბოლოო ღირებულება ჯერ უცნობია, მაგრამ ფონდი ქართულს დაფინანსებით ტერიტორიაზე პარკი გაშენდება. მცენარეული საფარი, ტბა, შადრევნები და ველობილიკები. მე კიდევ ერთ პროექტს გამოვყოფ 2020 წელს ბიზინა ივანიშვილი დაპირდა მოსახლეობას, რომ იუსტიციის სახლთან ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც საკმაოდ დიდი ტერიტორია არის, იქ უნდა ყოფილიყო რეკრეაციული ზონა. თუმცა დღემდე ეს დაპირება არ შესრულებულა, არაფერი მანდ არ გაკეთებულა და პირიქით ნაგავსაყრელად არის ქცეული და ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს და როდესაც ქალაქის შუაგულში ასეთი ნაგავსაყრელია, ცხადია, რომ ძალიან ცუდი ჰაერი იქნება, არაჯანსაღი და სამწუხაროდ ეს კიდევ ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება.
პროექტის ფარგლებში გამოვითხოვეთ 4 მუნიციპალიტეტიდან, შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტიდან ინფორმაცია, გვაინტერესებდა სამშენებლო ნებართვების შესახებ, გვაინტერესებდა გასხვისებული ქონებისა და იჯარებიდან შემოსული თანხების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ვადებში, 10 დღის ვადაში მოგვაწოდეს ინფორმაციები 4 მუნიციპალიტეტმა, თუმცა სამწუხაროდ კონკრეტული დაკონკრეტებული ინფორმაცია არ იყო. ეს მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად იყო სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენი ქონება გასხვის და რომელ მუნიციპალიტეტში და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო კონკრეტული ქონებების ნუსხა და ასევე ყოფილიყო ის კომპანიები თუ ის კონკრეტული პირები, ვიზეც გადაეცა ქონება და რა თანხებით მოხდა ამის გადაცემა, თუმცა არც ერთმა მუნიციპალიტეტმა ზუსტი ინფორმაცია არ მოგვაწოდა სამწუხაროდ, გარდა გორისა, რომელმაც შედარებით უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა, თუმცა გორის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციაშიც ის დეტალები, რაზეც გვაქვს საუბარი, არ იყო მითითებული, ამიტომ მოგვიწია, რომ ღია წყაროებიდან მოგვეპოვებინა ინფორმაცია. ღია წყაროების გადამოწმების შემდეგ გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა იმ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით თუ გასხვისებულ ქონებასთან დაკავშირებით თუ ვისზე არის ესენი გადაცემული. გარკვეულწილად არსებობს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ნებართვები ერთი და იგივე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებთან მიმართებაში არის და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იკვეთება უშუალოდ ამ სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით, ყველა ხელშეკრულებაში, ყველა ნებართვაში ვადები არის ძალიან გრძელი იმ კორექტირებებთან მიმართებაში, თუ როგორ შეიძლება რომ მშენებელმა კომპანიამ შეიტანოს სამშენებლო პროექტში ცვლილებები, რაც თავის მხრივ ქმნის შემდგომში იმ პრობლემას, რომ თავდაპირველი ნებართვაში თუ არის რამდენიმე ორსართულიანი, სამსართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვა, შემდგომში ხდება ხშირ შემთხვევაში ხდება კორექტირება და უკვე დასრულებული პროექტები სხვა ფორმებს, სხვა მასშტაბებს იძენენ. ნეოტივის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ 10 ანალიტიკოსი გადაგვემზადებინა ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის მქონე, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მათ ჩვენ გავუზიარეთ გამოცდილება თუ როგორ არის დღევანდელ პირობებში, ცენზურის პირობებში ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი, ღია მონაცემების დამუშავება შესაძლებელი და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მოგვემზადებინა ანალიტიკური მასალები, ეს ეხება შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტს, თუ როგორ იმუშავეს 4 წლის განმავლობაში თვითმმართველობებმა, იცით რომ ახლა უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და სად დაიხარჯა ადგილობრივი მოქალაქეების გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხა. დღეს გვქონდა ჩვენი 4 კვლევის პრეზენტაცია, მანამდე კიდევ 4 კვლევა გავაცანით საზოგადოებას და ჯამში ამ დროისთვის 10 კვლევა არის უკვე ნეოტივიჯზე გამოქვეყნებული 4 მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. ეს შეეხება საწვავის ხარჯებს, ავტოპარკის შენახვის ხარჯებს, თანამშრომელთა ხელფასებისთვის გათვალისწინებულ თანხებს და ასევე ბიუჯეტის ზრდის პარალელურად გვაინტერესებდა თუ რა მუხლებში იყო გადანაწილებული ეს გაზრდილი ნაწილი და თუ აისახებოდა ადგილობრივების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ბრუნდებით სტუდიაში, როგორც გითხარით, ჩვენი გადაცემის სტუმარია მედია ორგანიზაცია ნეოტივის წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი. ბატონო ოთარ, რაც ჩვენ ვნახეთ სიუჟეტში, ეს საკმაოდ პრობლემური ამბებია, რაც ზუსტად ასახავს იმას, რამდენად ობიექტურად და რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება ფინანსები. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, როგორ დაიწყო ეს ამბები და რა წინააღმდეგობები შეგხვდათ აი ამ მუშაობის პროცესში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. რაც შეეხება პროექტს, პროექტი მიზნად ისახავდა თვითმმართველობის არჩევნებამდე რეგიონში დემოკრატიის გადარჩენას, გაუმჯობესებას და იმ ხარვეზების და პრობლემების გამოვლენას, რაც სხვადასხვა კვლევებით, აუდიტის დასკვნებით თუ ასე შემდეგ დროთა განმავლობაში დაგროვდა და ჩვენ ამ პროექტთან მიმართებაში გადავამზადეთ 10 ანალიტიკოსი, რომელმაც შემდეგ უკვე მოამზადა 20 კვლევა, 20 ანალიტიკური სტატია. ეს ანალიტიკური სტატიები განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, ნაწილი თვის ბოლომდე განთავსდება და აქ არის გამოვლენილი 4 მუნიციპალიტეტის ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რაც დაგროვდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ასე საორიენტაციო თავიღეთ ბოლო 3-4 წლის, ანუ ბოლო თვითმმართველობის პერიოდის
სამუშაო ბოლო თვითმმართველობის პერიოდის ნაწილი მოკლედ და ამ თემებზე ვიმუშავეთ, მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა იყო, შევძელით და გამოვავლინეთ ის სისტემური პრობლემები, ძირითადად არის იქ ძალიან საინტერესო кейსებიც, მაგრამ ძირითადად ეს არის მაინც სისტემური პრობლემა. რომელი кейსი უფრო დაგამახსოვრდა, რომელი ძალიან ბევრი ასეთი кейსია და საერთოდ მე როდესაც აუდიტის დასკვნას ვამუშავებ ხოლმე წლების წინათ ამ თემაზე მუშაობდი, ყველა რაიონს და ყველა მუნიციპალიტეტს აქვს თავისი მეთოდი ბრჭყალებში როგორ მოიპაროს ფული. ზოგი ამას აკეთებს მაგალითად ავტოპარკთან მიმართებაში, ზოგი ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, ზოგი სპორტ კომპლექსის რემონტის დროს, ზოგი სკოლის, ზოგი გამარტივებული შესყიდვების ტენდერების თუ ასე შემდეგ. ეს აქვთ, რომ დავაჯგუფოთ, ავიღოთ საქართველოში 64 მუნიციპალიტეტი, შეიძლება გამოიკვეთოს 64 სხვადასხვა მოპარვის და გაფლანგვის მეთოდი, როგორც წურბელები რო დაასვა ბიუჯეტს და ეს წოვდნენ ამ ფულს და იბადება კითხვა ვინ იხდის ამის საფასურს და იხდის რა თქმა უნდა საფასურს იხდის ისე მოსახლეობა ვისი გადახდილი ფულითაც ეს ადამიანები ამ ყველაფერს ვითომ აკეთებენ და მე იპარავენ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ მივყვეთ ესე და მოსახლეობა ხალხმა არ იფიქროს მაყურებელმა რაღაცას ზოგადად საუბრობ და ჰაერზე და ვერიდებით თითქოს პრობლემების ჩამოთვლას. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თემაა ხაშურის ავტოპარკის თემა, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დახარჯული აქვს 500,000 ლარამდე. აქედან ნაწილი 300,000-მდე არის საწვავი, 100,000-მდე არის ავტონაწილები და ასე შემდეგ შეკეთება და სადღაც 30,000 იყო რეცხვა ავტომობილების. თუმცა აქ არის ერთ ძალიან საინტერესო ფაქტი, გარდა იმისა, რომ ერთ-ორ ავტომობილზე ძალიან ბევრი ფული იხარჯება ნაწილებში, ერთ-ერთი საინტერესო ფაქტია, რომ 6,000 ლარამდეა ისეთ ავტომობილზე დახარჯული, რომელიც საერთოდ არ იძებნება ხაშურის მერის მიერ მოწვდილ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც მათ ჩვენ მოგვაწოდეს, მათ ბალანსზე არ არის დარიცხული, ეს არის Toyota Camry, რომელზეც ორჯერ არის გადარიცხული 3,000 და 3,000 ლარი. ასევე ბოლო წელს არის ძალიან გაბერილი ავტოპარკის ხარჯები, ნაწილების ხარჯები და ეს აჩენს ძალიან ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ხო არ ჩამოყავთ მანქანები საზღვარგარეთიდან, აბსოლუტურად სხვა მანქანები, აკეთებენ და შემდეგ ყიდიან, თუმცა ატარებენ მაგალითად Kia Sorento ყავთ ერთი გარემონტებული, რომელზეც დახარჯულია 26,000 ლარი, რაც ძალიან არარეალურ ფასებზე არის, ხო? და შეიძლება აფორმებენ მერის ბალანსზე არსებულ მანქანებზე, რომ თითქოს ამათ არემონტებენ და რეალურად სხვა მანქანებს არემონტებენ და უშვებენ უკვე ექსპლუატაციაში, იმიტომ რომ ძალიან არის გაბერილი ესეც და ის კამრის ამბავი ძალიან ეჭვებს იწვევს, რომ ორჯერ ისეთ მანქანაზეა გადარიცხული, რომელიც საერთოდ არ ირიცხება მათ ბალანსზე. ამ კამრისთან დაკავშირებით პასუხი რა იყო მერიდან? ანუ ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ? არაფერი, ერთი იყო რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მეორე იცით რომ ჩვენ რამდენიმე მმართველობით მუშაობთ და ერთი უსაფრთხოების მმართველობით, ხელოვნური ინტელექტის მმართველობით და ჩვენთვის არ არის რთული ის რომ მოვიკვლიოთ ის ღია წყაროებზე დაყრდნობით საჯარო ინფორმაციები, რაც შეიძლება ერთი შეხედვით რთულად მოკლებადი ჩანდეს, მაგრამ ამის მიუხედავადაც იყო ძალიან დიდი პრობლემები წეგან დამისვით კითხვა და ვიტყვი რომ იყო ძალიან დიდი პრობლემები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან, ყველა რაღაცაზე პასუხს აგვიანებდა, რაღაცებზე პასუხს არ იძლეოდნენ, ამ შემთხვევაშიც ნაწილი მოგცეს და ნაწილი არ მოგცეს ამ ავტოპარკთან დაკავშირებითაც და ყველგან არის გორის მერიას აქვს რა ვიცი კატასტროფული სიტუაცია ამ მიმართულებით, ქარელსაც, კასპსაც, რომ არ გეთანამშრომლებიან, რა თქმა უნდა, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ქართული ოცნება ზოგადად ვერტიკალზეა დაფუძნებული და ისინი უყურებენ თავის ზემდგომს ისინი რას ეტყვიან და მათ ბრძანების გარეშე ალბათ ვერ აკეთებენ ამას, მაგრამ იმასაც უნდა ითვალისწინებდნენ, რომ კანონს არ ღვევენ ამით და ძალიან რთულ პირობებში მოგვხვდა თან იქიდან გამომდინარეც, რომ დრო ძალიან ცოტა იყო და
ჩვენ მაგალითად კასპის მუნიციპალიტეტმა პასუხიც არ გაგვცა 4 წერილი გავაგზავნეთ და კი კასპთანაც იყო მსგავსი პრობლემები. თან კასპთან დაკავშირებით აი რაც თვალშისაცემია, როდესაც კასპის ბიუჯეტის თემას იკვლევდნენ ჩვენი ანალიტიკოსები, იქ იყო ესეთი ამბავი, რომ როდესაც კასპის ბიუჯეტი 25 მილიონიდან 31 მილიონამდე გაიზარდა, მათ ხელფასები, რა თქმა უნდა, გაიზარდეს, ყოველ წელს იმატებენ ხელფასებს და როდესაც 31 მილიონიდან ისევ შემცირდა ბიუჯეტი, მათ კიდე გაიზარდეს მეორე წელს ხელფასები და ანუ ხელფასებს რაღაცა ესე გეომეტრიული იზრდიან, მაგრამ არ უყურებენ ბიუჯეტი იზრდება, არ იზრდება 11%-მდე გაზარდეს სახელფასო ეს წილი მთლიან ბიუჯეტთან 11-საც გადააჭარბა და ნუ მოკლედ არაფრად არ დაუდებენ ამ ყველაფერს. აი მაგალითად ქარელს ჰქონდა ასევე ავტოპარკის შენახვაში 9 მილიონამდე დახარჯული, უпростоოდ საწვავში 9 მილიონამდე, რომელიც ფაქტიურად აჭარბებდა ყოველგვარ ლოგიკურ ზღვარს, რომ აი მაგალითად ყველა მანქანას რო ევლო დღეში რაღაცა 20 ლიტრის საწვავიც არ კმაროდა თითოეულ მანქანას და თუ არ ვცდები, თუ ზუსტად მახსოვს, დღეში სჭირდებოდა თითოეულ მანქანას 70 თუ 80 ლარის საწვავი ყოველ დღე რო ევლო, ანუ იქ შაბათ-კვირა რაღაცა და ანუ იმდენად არალოგიკურია და იმდენად თუ მსგავს რამეც რო იყოს, მოკლედ დაუშვათ რომ ხარჯავენ ამდენს და ხედავ რომ იხარჯება ბიუჯეტიდან გადის ძალიან დიდი თანხა, ხო უნდა იზრუნო რომ მარშრუტების ოპტიმიზაცია მოახერხო, რაღაცა გზების რაღაც ოპტიმიზაცია მოახერხო, რა ვიცი, ყოველ დღე სადაც დასასვლელი და წამოსვლა 500 კილომეტრს ხო არ დადიან ერთ პატარა რეგიონში და მოკლედ არც ამის აი არანაირი დათვლადი არანაირი როგორ თქვა პრობლემებზე არ ზრუნავენ რა. ერთ წელს რო აქვთ გამოსასწორებელი, მეორე წელსაც იგივე პრობლემა, მესამე წელს აი თუნდაც ავიღოთ გორის ბიუჯეტის სხვადასხვა თემებზე გადავდივარ, მაგრამ დაკავშირებულია რეგიონია, ერთმანეთთან არის დაკავშირებული. გორის მაგალითად აუდიტის დასკვნა 2017-18 წლები, რა რეკომენდაციებიც აუდიტმა გასცა მაშინ, უკვე შემდეგ აი 2023 წლის აუდიტის დასკვნა და იგივე პრობლემები არის სახეზე, რომელსაც არ ასწორებენ და არ აკეთებენ და აი ეს მოკლედ ერთმანეთზეა ესე გადაჯაჭვული ეს ყველაფერი და ნუ მოკლედ სისტემური პრობლემაა, თუმცა კიდე აღნიშნავ რომ ესენი ეს თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს თავისი მეთოდი, როგორ იშოვოს ფული მუნიციპალიტეტის ხარჯზე და თან ამ ყველაფერს აი ძალიან თვალშისაცემია ხოლმე ის რომ მაგალითად თუ პატარა მუნიციპალიტეტია, ყოველთვის ერთ პირთან აკეთებენ ხელშეკრულებას და თავისი საკუთარი ესე ფავორიტი ბიზნესმენები ყავთ, რომელსაც მუდმივად რაღაცა ტენდერების რეჟიმში ამყოფებენ, უпростоოდ გამარტივებული შესყიდვების რეჟიმში ამყოფებენ ხოლმე იმ ხელს. ამ მასალებში მე სამშენებლო თემაზეც იყო თუ არ ვწდები კი ბატონო, ნებართვები. აქ როგორ იმუშავეთ სამშენებლო? კი ბატონო, ნებართვები ძირითადად ნებართვების საკითხებზე, რაც გაუმჭვირვალეა, ასევე აი მაგალითად გარე განათების ბოძები, მიწისქვეშა დასასრულებია, გასხვისებული ოღონდ ვიზია, რა ფასად არის, როგორ არის. ძალიან მეცვიწევს კიდე სუხიშვილის ქუჩაზე ერთდროულად ძალიან ბევრი გასხვისება და თან აქ არ ვიცი, შეცდომა დაუშვეს მოწოდებული ინფორმაციაში თუ ესია და ხარვეზი აქვს, დუბლირებულია კიდე გაყიდული ობიექტები, მიწის ნაკვეთები და არ ვიცი, ესაც გადასახედია უბრალოდ დროის სიმცირიდან გამომდინარე ფიზიკურად ვეღარ გადავამოწმებდით, ანუ მომავალში შეიძლება გადამოწმდეს ეს თემები, მაგრამ ეხლა აღარ გქონდა იმის დრო და აქაც პრობლემებია. თან მერე ყველაზე დიდი პრობლემა ზოგადად ქალაქის ურბანული განაშენიანებისთვის რაც შეიძლება იყოს, ის არის რომ აი მაგალითად იღებენ ვალდებულებით რომ ააშენონ 5 სართულიანი ბინა, მაგრამ შემდეგ უკეთებენ უცბად კორექციას,
ამას და შეიძლება 10 სართულიანი, 12 სართულიანი გამოიყენონ ეს ბინა და აი ეს ხდება მუდმივ რეჟიმში და ამას აკეთებენ აი მაგალითად რო შევხედოთ რამდენიმე ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებასთან არის, შემდეგ ეს ბიზნესმენები ამ ბიზნესმენებს უკვე აქვთ კავშირი პარტიის ჩარიცხვებზე, როდესაც პარტიას უკან უბრუნებენ ფეშქაშად იმ ფულს, რაც პარტიამ ასარგებლა და ესეთი საკითხებიც იკვეთება, ანუ მშენებლობებთან და ეს მშენებლობები ჩვენ ხედავთ კიდეც რომ გავიდეთ, იმდენად ქაოსურად მიდის და აი ბოლო პერიოდში ერთი სიმპტომური საკითხიც გამოიკვეთა, რომელიც აი მღელვარება მოყვა წყალთან დაკავშირებით. მაგრამ ეგ გამოიკვეთა, იმიტომ რომ მთელ ქალაქს შეეხო. მაგრამ რო გადავხედოთ აი მთელ სურათს, ანალოგიური სიტუაციაა მთელ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ქაოსურად და დარღვევებით მიდის როგორც ნებართვების გაცემა, ისე პროცესი, როგორც თქვი, წეგან არავინ იმ პირობებით არ აკეთებს არაფერს, რა პირობებითაც იღებენ ნებართვებს. ყოფილა შემთხვევები, წეგან ახსენე რომ იყო მაგალითად 5 სართულზე საუბარი და მერე შეიცვალა ვალდებულებები და გაიზარდა. კი, ძალიან ხშირი შემთხვევა, კონკრეტულად წერია კიდეც ჩვენ ანალიტიკურ სტატიებში დეტალები, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, ვინ არიან მფლობელები, ვის მიერ იზრდება ეს და აი შეგიძლიათ დეტალებში ნახოთ ეს ყველაფერი ცხრილების და ამ ყველაფრის სახით, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან სისტემური ხასიათი, იმიტომ რომ თითქმის არც ერთი შენობა იმ პირობებით არ შენდება, რა პირობებითაც იღებენ თავიდან. თუ შეკვდათ აი მუშაობის პროცესში ესეთი შემთხვევა, რომ ამ ბინებში შემდეგ თვითონ ხდებიან მოსახლეები, ანუ ვინც მაგალითად მუშაობს ამ თემაზე, ვინც ნებართვა გასცა, ამის დაკვირვების კი, მიდის მაგაზე საუბარი, სხვათა შორის ჩვენც მუშაობდით, მაგრამ თუ დაზუსტებული არა გაქვს, ზუსტი ინფორმაცია არა გაქვს, ეგ ისეთი ამბავია, ეხლა ანუ თქვენ ამბობთ ისეთ რამეს, რომ აი მაგალითად თუ სწორად მივხვდი, მერი თუ გასცემს თუ საკრებულოს თავმჯდომარე ნებართვას, თუ მერმა უფეშქაშა ბიზნესმენს, მერე ეს ბიზნესმენი იმას აძლევს იმავე შენობაში, ასე ვთქვათ, რაღაცა ბინას თუ როგორც არის. შეიძლება მერი არ იყოს. ხო, ნიშნულობა ხო, ქართული ოცნების ან სუსის წარმომადგენელი ან რა ვიცი ვინმე, მიდის ამაზე საუბრები, სხვათა შორის იმდენი დარღვევა შეინიშნება, რომ ეს ქართული ოცნების პირობებში, აი თუ კარგად იცი ქართული ოცნების სტრუქტურა როგორია, სისტემა როგორია და როგორი მოწყობა აქვს ქართულ ოცნებას ვერტიკალზეა დაფუძნებული, წარმოუდგენელია, რომ ვინმე საკუთარი ინიციატივით რამე გაბედოს დაბალ დონეებზე. აი ეხლა წყლის ამბავთანაც დაკავშირებითაც ესე იყო, ვიღაცებს მიაწერეს, რომ თითქოს ვიღაც დაბალმა დონეებმა რაღაცები გადაწყვეტეს. ეს ესე ხდება. აი აუდიტის დასკვნებსაც თუ შევხედავთ, აი მაგალითად გორის ბაღის საკითხი იყო, მაგალითად სკოლის მე-11 სკოლის საკითხია, რომელიც გაჭიანურდა, ეხლა ამაზეც გვაქვს ჩვენ კვლევა, რომელიც გაჭიანურდა, რა ვიცი, წლობით. ხო, მოკლედ ამასაც თუ შევხედავთ, აი გორის ბაღი ძალიან დეტალურად უწერია აუდიტს და იმდენად კარგად დავინახავთ მთელ სურათს. იქ უწერიათ, რომ თავიდან პირველად სამხაროულის ბიურომაც დაადასტურა, რომ ნორმალური იყო, რა ვიცი, 3-4 ინსტანციაზე ეს თემა ისე ჰქონდათ დალაგებული, რომ აი, რა ვიცი, სრულყოფილად შენდებოდა, მაგრამ შემდეგ იქ თუ სწორად მახსოვს ბაღის ამბავიც ეგრე იყო, ჩამოვიდა რაღაც ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა და თქვა, რომ აი რაღაც საძირკველი სტანდარტულზე 4-ჯერ ვიწრო იყო თუ რაღაცა და პატარა მიწის დროსაც ვერ გაუძლებდა და რა ვიცი, ალბათ ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა ვიღაცა მისცა შენიშვნა და ხელახლა დაანგრიეს და როგორც მახსოვს მარტო პროექტში იყო გადახდილი მაშინ 70000 ლარი და სამხაროულის ცნობაში იყო ასევე 25000 ლარი. 95000 ლარი ეს წყალში გადაიყარა მაშინ იმასთან ბაღთან მიმართებით. ეხლაც მაგალითად აი ბინებზე რომ მკითხეთ, მანდაც მსგავსი ამბებია, იმიტომ რომ ხო, აი რა ვთქვი, ანუ სამხარაულშიც ყავდათ თავის ხალხი,
სადღაც იქ შესყიდვების სააგენტოშიც ყავდა თავისი ხალხი, აქ პროექტებს ვინც უწერდა, ეგენიც, ანუ იმდენად მასშტაბურია ეს კორუფციის ამბავი და იმდენად სისტემურია ეს ყველაფერი, რომ შეუძლებელია აი მხოლოდ მერის და თუნდაც აი რა ვიცი ადგილობრივი დეპუტატის და იმის დონეზე გადაწყდეს ბიზნესმენის დონეზე და ესენი შეთანხმდნენ და აი მოდი შენ ეს მომეცი და არა იქ წილში ზის აი ძალიან ბევრი ვიღაც რომ ქართული ოცნება ამით იკვებება. ნუ ქართული ოცნების დღევანდელი ერთ-ერთი დასაყრდენი სვეტიც ეგ არის რომ კორუფცია არის ქართული ოცნების ერთ-ერთი დასაყრდენი, ხო? ეგ არის ფაქტია და ამ კორუფციაზე ამ კორუფციით, რა ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი შოულობს ფულსაც და ძალიან ბევრი ადამიანს აქვს გამყარებული, რა ვიცი, ფესვები, მაგრამ როცა დასჭირდებათ, იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი ეს ყველაფერი, რომ როცა დასჭირდებათ, ამ ყველაფერს ალბათ პირველი კურსის სტუდენტიც ამოიღებს, აი რა ვიცი, შიდა ქართლის მაგალითად. როგორ ფიქრობთ, ამ დენს რატო ბედავენ დაუშვათ ძალიან ბევრი პროექტია, რომელიც ასევე ერთბირთან მოლაპარაკებით, ისე ტენდერებით ჩატარებულა და ბევრი ხარვეზია აი ამ პროექტებში. რატომ ხდება, რომ ესე თავისუფლად მოქმედებენ? სისტემა, იმიტომ რომ კონვეიერები ამან რა უნდა შეუშალოს ხელი, ანუ ეს ყველაფერი მინიმუმამდე შემცირდეს. ეს ყველაფერი რომ მინიმუმამდე შემცირდეს, ამას სჭირდება, ნუ მედია, არასამთავრობო სექტორი, ნუ თვითონ ფაქტია ვხედავთ, რომ აუდიტის დასკვნებში წერია, რომ შიდა აუდიტი ფაქტია არ მუშაობს, საერთოდ უფუნქციოა და არაფრის გამკეთებელი არ არის და ყველა აუდიტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ეკწერია, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტზე ავიღოთ, რომ შიდა აუდიტი არ მუშაობს, უფუნქციოა, არანაირ შენიშვნებს არ აძლევენ ამ ხალხს, მუნიციპალიტეტს, საკრებულოს და ასე შემდეგ არც აიპებს. ვინ უნდა გააკეთოს, ვინ უნდა გამოიტანოს დღის სინათლეზე ამათი, რა ვიცი, ქურდობის, გაფლანგვის, ანგარიშვალდებულების და მსგავსი ფაქტები უნდა გამოიტანოთ თქვენ, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა. ამათაც ეხლა როგორც წნეხში აყენებენ, ხედავთ, როგორც ცდილობენ რომ მოსპონ სამუდამოდ და შექმნან აი მართლობის სტილი ისეთი, რომ მარტო თვითონ იცოდნენ და როცა დასჭირდებათ, ეხლა ძალიან კარგად იცის ივანიშვილმაც და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა სუსმაც, ვინ რას იპარავს, ეხლა სადაც ჩვენ 2-3 კვირის ინტერვალში ამდენი თემა ამოვიღეთ და ამდენი ფაქტი ამოვიღეთ, წარმოიდგინეთ ეხლა რამდენი ფაქტი უდევთ ხელის გულზე, თან მithumetes მაშინ რომ როცა მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც არ არის პრობლემა, ხო? და როცა უნდათ მაშინ ამოიღებენ და ეს სჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ მართონ აი ამაზე, აი შიშზე დაფუძნებული მართლობა გქონდეთ, რომ აი ჯერ მოგაპარინებ და შემდეგ როგორც მინდა ისე გათამაშებ, აი ესე მოპარული ფულით. კი, მოპარული ფულით. და თან ნაწილს პარტიის ყულაბაში ჩაგაყრევინებ, ნაწილს წაგაღებინებ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა და ნუ ეხლა რამდენი დაჭრები და მკვლელობები ხდება და ერთმანეთს რო არიან დარეულები და კლანზეა ქართულ ოცნებაში გადაკიდებული, ეგ ეხლა ერთი უცებ 60 წმენდილზე ხო არ გაჩენილა ეს ყველაფერი და ფაქტია რომ აი ესეთი ამბები მიდის, აი ძალიან ბევრი кейსია კიდე რა ვიცი ატენში ძალიან საინტერესო ამბავი ერთ-ერთმა ჩვენ მანალიტიკოსმა გააკეთა კი ხიდის ამბავია, სადაც თავიდან გეგმა იყო რომ 50 მეტრიანი ხიდი უნდა აეშენებინათ, ჩაყარეს რაღაც მილები, მიწა გადააყარეს და 5 მეტრიანი ხიდია. თუმცა ვერ გაითვალისწინეს და არ დათვალეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამას არავინ არ გააკეთებდა, რომ არც გეოლოგიური, არც ჰიდროლოგიური კვლევა არ ჩაუტარებიათ ამ მიმართულებით, რომ მაგალითად გაზაფხულზე და შემოდგომაზე იქ ატენის სხვანაირი ეს აქვს, რა ქვია, ბუნება აქვს და სხვანაირი შეიძლება ადიდდეს, იქ გამოიწვევს მეწყერსაში სიტუაცია, ან წყალმა კალაპოტი შეიცვალოს და მოსახლეობისკენ წავიდეს, თან ატენისთან ძალიან ახლოს არის ეს ხიდი და ანუ ამ რაღაცებსაც არ თვლიან, ამაზე ხო აღარ არის ლაპარაკი რაღაც. არა, მან შეიძლება იმ გაფლანგულ მილიონებზე და რაღაცებზე მაგაზე აღარ არის ლაპარაკი პროექტში რამდენი დაიხარჯა, ხარჯი რამდენი იყო, ფული რამდენი დახარჯეს, მაგაზე აღარავინ აღარ ლაპარაკობს, უსაფრთხოების საკითხებია. მე როგორც მახსოვს, ვესაუბრეთ მაგ სტატიის ავტორს, მან იმაზე იყო საუბარი, რომ რაც იყო დაგეგმილი მაგალითად თავიდან
აბსოლუტურად სხვანაირი სურათი დახვდათ მე როგორც მახსოვს. უბრალოდ რაც დაგეგმეს, იმასაც არ აკეთებენ. კი, დაგეგმეს ეგ 50 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია, მაგას არ აკეთებენ, მაგრამ ის რაც ჩაყარეს, ის სახიფათოა. ეს არ არის არანაირი კვლევით შესწავლილი, რომ იმან შეიძლება წყალი დააგუბოს ან კალაპოტი შეუცვალოს წყალდიდობის დროს და შეიძლება რაღაცა ძალიან ცუდი ან მომდევნო წყალდიდობის შემდეგ ეს ხიდი აღარ იქნება. არა, ხიდი ერთია და შეიძლება კალაპოტი შეცვალოს. და ეს რამაც შეიძლება ან მეწყერი გამოიწვიოს, ან ეკლესია შეუქმნას საფრთხე და ან მოსახლეობას და ანუ ეგენი არ აქვს დათვლილი. აი რაღაცაში ფული იშოვონ, უცბად აი რაღაციდან ფული დარჩეს, აიღონ, გააკეთონ ფული და რაღაცა გაუცბად რაღაცა. მაგრამ მათ ვებგვერდზე რომ ნახოთ, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. ხო, არა, ნუ ეგ აქვს ზუსტად რა. ამასაც თუ შევხედავთ, შესრულების ანგარიშსაც თუ შევხედავთ აი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ თემებზე 40-50%-იანი შესრულება აქვს. და ძალიან საინტერესო ამბავია კიდევ. აი მაგალითად 22 წელში, მაგალითად 23 წელში დაგეგმილი ჰქონდათ აი მინი სტადიონები, 3 სტადიონი ჰქონდათ, 2 აშენებდნენ. სიტყვაზე 23 წელში 5 სტადიონი ჰქონდათ დაგეგმილი, 3 ააშენეს. მაგრამ 24 წელში ამ ხიდს დაუბრუნდები, აი 23 წელში 2 სტადიონი ჰქონდა დაგეგმილი 24-ში საარჩევნო. ააშენეს 11. აი ეგ პროექტების შესრულებაც ეგრეა, თუ არჩევნების წელია და საპარლამენტო არჩევნები მიდის, დააპირებულზე ბევრად მეტს აკეთებენ, საიდან მოაქვს ეს მან მნიშვნელოვანია ხარისხი, უბრალოდ აი ამ ხიდს რო დაუბრუნდეთ, მე ვნახე რომ ეს ამ ხიდის თაობაზე მერიის პიარი და ასე ვთქვათ დაკავშირებული სამსახურები ავრცელებენ რომ აი ეწყობა ინფრასტრუქტურული პროექტი და ხალხს გონია რომ მართლა რაღაც კარგი ხდება. ხო, მერის ამ შემთხვევაში პიარზე რა სიტყვა? მერის პიარს რაც შეეხება ამისი საპირწონე მერის პიარს მინდა მოსახლეობა მიცოდეს რომ ზოგადად მერიაც საკრებულოც დეპუტატიც ესენი არიან ხალხის მსახურები. უნდა იყოს წესი ესეთია რომ ესენი უნდა ემსახურებოდნენ ხალხს. მათი ყველა ნაბიჯი გადადგმული და გათვლილი უნდა იყოს იმაზე, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა შეუწყონ ხელი. განსხვავებით შეიძლება თქვენგან, რომელიც ხართ, რა ვიცი, მედია ორგანიზაცია და დამოუკიდებელი ხართ აბსოლუტურად თქვენს მოქმედებაში და რასაც გინდა იმას გააკეთებთ და როგორც გინდა იმას გააკეთებთ, რა თქმა უნდა, ეთიკის ფარგლებში, მაგრამ მერის პიარის პირველადი დანიშნულება ჩემი აზრით ეგ არის რომ მოქალაქეების ინფორმირებულობა შეუწყონ ხელი, აი რა სადრა სჭირდებათ, რა საჭიროებებია, რას აკეთებენ და ეს ყველაფერი იყოს წინაპრედანზე. მილიონი მე მინდა უთხრა აი რა ვიცი მაყურებელს მილიონი ლარზე მეტი აქვს მერიას პიარში დახარჯული. გორის მერიას განსხვავებით ქარელის ესაც უნდა ვთქვათ, ქარელის, კასპის და ხაშურისგან განსხვავებით რომელიც მხოლოდ თავის საინფორმაციო ცენტრებს აფინანსებენ. მილიონ ლარზე მეტი აქ არის რა ვიცი ხელფასებში, Facebook რეკლამაში 300,000-ზე მეტი რა ვიცი კიდევ ამბები ჯიზი აქვს ფული გადახდილი Front News-ზე და რაღაცა მილიონ ლარზე მეტი. რა გაიგო მოსახლეობამ ამ 3 წელიწადში მერიისგან ისეთი რომ მილიონი ლარის ინფორმაცია მილიონი ლარი დასჭირდათ იმაში რომ გორის მოსახლეობამდე მიეტანათ ინფორმაცია. ხო, ნუ ფაქტია რომ აი ისევ და ისევ თავისი ვიწრო პოლიტიკურ პიარს ემსახურება ეს მერის პიარიც, რაც უნდათ აშუქებენ, რაც არ უნდათ იმას არ აშუქებენ და ფაქტი კი ის არის რომ ამ პროექტის უკან ჯერ ერთი არის გაფლანგული ფული, მეორე არანაირი უსაფრთხოების ნორმა არ არის დაცული და ძალიან დიდი საფრთხეა იმის რომ ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები გამოიღოს. და მესამე არანაირი არა კვლევა აქ არ არის ჩატარებული არც ჰიდროლოგიური, არც გეოლოგიური, რასაც ცხადია ცალკე პასუხები მოყვებოდა კიდე, ხო, ცალკე განხილვის თემა იქნებოდა, იმიტომ რომ არავინ ნორმალური გეოლოგი და ნორმალური გარემოსდამცველი ამ თემას, ნუ, ხელს არ მოაწერდა ამ თემაზე და აი ბევრი ხო, აი მერის პიარი ამ კუთხით ძალიან
ეჭვებსაც ჩემსო არ ვიტყვი, მაგრამ ესაც წყალში გადაყრილი ფულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მილიონი ლარი არის ძალიან ბევრი. მილიონი ლარით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლებოდა და ელემენტარულად თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, მით უმეტეს აი ეხლანდელ პირობებში, ხელოვნური ინტელექტის პირობებში ხო საერთოდ. ჩვენი საუბარი დასასრულისკენ წავიყვანოთ. მაინც პრობლემა იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიცოდეს რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რაში ხედავთ? აი ამ მუშაობის პროცესში რა დაინახეთ, რომ რა იმუქრება საზოგადოებას ამ ასეთ სიტუაციაში? მოკლედ, აი წეგან როგორც აღნიშნე, მთავარი არის დამოკიდებულება და მოსახლეობას ურჩევდი, რომ წაიკითხონ აუდიტის დასკვნები. თუ არ ენდობიან ჩვენ ანალიტიკურ ნაშრომებს, რომელიც დაფუძნებულია ისევ და ისევ ღია წყაროებზე დაყრდნობით, მერიებისგან მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით და აუდიტის დასკვნებზე გვაქვს აგებული ეს ყველაფერი. ნუ ყველაფერი არის ღია მაგრამ აუდიტის დასკვნები რამოდენიმე კი, წლით გვიან არის, მაგრამ ანუ იქიდან გამომდინარე რაღაც მიმართულებებს გაძლევს ეს, რომ ორიენტაცია შეძლო რა მიმართულებებით იმუშაო. ამ მიმართულებას გაძლევს. აი მოსახლეობას ურჩევდი ყველას, რომ გადახედოს ამ ყველაფერს. წეგანაც თქვი, დამოკიდებულებაა ყველაზე მთავარი. ადამიანი, აი, როდესაც აი ყველამ წარმოუდგინოთ ოჯახის უფროსი. ხო, აი ოჯახის უფროსი წარმოუდგინოთ ადამიანი, დედა ან მამა, რომელიც წარმოიდგინეთ თავის შვილებს, ოჯახს ან დას ძმას, პარავს მუდმივად ფულს. აი, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო, მინდა ესაც ვახსენო. გორის მერიას ჰქონდა ტენდერი გამოცხადებული ერთ-ერთ აუდიტის დასკვნაშია. წყლის მონიტორინგის სისტემებს თუ ზუსტად აღარ მახსოვს რა თემა იყო, რაღაც წყალთან დაკავშირებული. ერთი კომპანია სთავაზობდა 300.000 ლარს, მეორე სთავაზობდა 800.000 ლარს. ადგა გორის მერია და გაქანდა და 800.000 ლარიანს გაუფორმა ხელშეკრულება. ეხლა წარმოგიდგენიათ, სახში მოყავდეს ვიღაცა რემონტზე. ერთი გთავაზობდეს 3,000-ად გაგიკეთებ რემონტს, მეორე გთავაზობდეს 8,000-ად, ერთი და იგივე რამეს და შენ ადგე და 800 ლარიანს გაუფორმო. წარმოიდგინეთ, როგორ ექცევიან ბიუჯეტს, ანუ ეს ხალხის ბიუჯეტს, რომელიც საკუთარი ოჯახივით უნდა უფრთხილდებოდნენ, როგორ ექცევიან. ადგა ეს კომპანია იქ რაღაც ამბები იყო კიდევ უჩივლა ამ 300.000-იანმა კომპანიამ, სასამართლომაც გაამართლა, დააკისრა მერიას, რომ ამას შეასრულებინე, მაინც არ შეასრულა, მაინც 800.000-იანთან გააფორმა. 500.000-ით აზარალეს მარტო მაგ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე რა ვიცი 21-ს ბაზრის თემაც, რომელიც ზეც აუდიტს ეწერა, რომ ყოველწლიურად 270.000 ლარით ზარალობს ბიუჯეტი. იმეც აღარ ჩამოუთვლი გორის სტადიონის ტაბლო რო იყიდეს, რა ვიცი ევროპის ჩემპიონატისთვის და 400.000 ლარი გამოყვეს, იყიდეს 170.000 ლარად და როდესაც აუდიტმა მოსთხოვა ის 232.000 ლარი სად არისო, უთხრეს რომ ჩეკი დავკარგეთ. არის იქ შემთხვევები, როდესაც უბნებიან რომ მეილი ვეღარ გავხსენით და მეილის პაროლი დაგვავიწყოთ და ამიტომ ფულს ვერ პოულობთ და აი ესეთი რაღაცები ახლა ყველამ ადგეს, გადმოიტანოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ თავზე მოირგოს ეს სიტუაცია და წარმოიდგინონ რომ აი ოჯახის წევრი ყავთ ადამიანი, ანუ 2-3 ოჯახის წევრი, რომელიც მუდმივად პარავს რაღაცებს, მუდმივად ისეთ რაღაცებს ცდილობს, რომ სხვა ასარგებლოს და არ გაიგოს ადგილობრივ თავისი ის რა ქვია, ოჯახი დაასუსტოს და გააკოტროს. აი წარმოიდგინეთ ესეთ სიტუაციაშია დღესდღეობით არა მარტო გორის მუნიციპალიტეტი, არამედ მთელი 64 მუნიციპალიტეტი. ოღონდ აქვთ სხვადასხვა მეთოდები, რა თქმა უნდა, მოპარვის და ამ გაფლანგვის, თაღლითობის, არანგარიშვალდებულების და მთელი სისტემა აღარ გადავალ სხვა რაიონებზე და სხვა მუნიციპალიტეტებზე, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტი მაქვს აი დეტალურად შესწავლილი, ძალიან ჰობივით იყო ჩემთვის წლების წინა ეს აუდიტის ანგარიშები და ყველას აი მართლა რომ მივყვეთ, აი შეგშურდებათ ბჭყალებში ვიძახი, ისეთი ნიჭიერები არიან ახალ-ახალი მეთოდების დადგენაში. თუმცა ყველაზე მთავარია ალბათ, მეც ასე ვფიქრობ, რომ ეშინიათ ამ ყველაფრის გახმაურების. ეშინიათ იმის, რომ ეს ამბები არ მივიდეს მედიამდე და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო კანონზომიერებას არ გაიგოს ხალხმა, როგორ მაინც ყოველ შემთხვევაში ბევრი რაღაც ქვეყნდება, მაგრამ ძირითადად მაინც აი ამ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო
მედიას უკვე აღარ შეუძლია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და მიაწოდოს საზოგადოებას, იმიტომ რომ ხელისუფლება ცდილობს დახუროს ეს ორგანიზაციები. კი, ზუსტად. არ გაიგოს ხალხმა რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ, სხვის გამჭვირვალებაზე საუბრობენ და თავიანთ გაკეთებულის შესახებ რა ინფორმაცია ქვეყნდება, ეს არ უნდათ. მივაწოდეთ წერილობით განცხადებები გაუგზავნეთ, მაგრამ პასუხს არ გვცემთ. აი, ხო, ნუ ავიღოთ ახლა რამდენი გაქვთ თქვენ დაარსების დღიდან გრანტი აღებული, რო ავიღოთ აი თუნდაც თქვენი ორგანიზაცია, რომელიც აი მუდმივად აი ესეთ აქტუალურ თემებს აშუქებთ და დაარსების დღიდან ვიძახი, აი რა ვიცი, ალბათ ბოლო 15 წლის განმავლობაში რა გაქვთ დახარჯული და თან ყველაფერი რო ხელის გულზე ჩანს და რა ვიცი, საიტებზე და ვებგვერდებზე დევს, გამოქვეყნებულია და მე ავიღოთ ერთი კონკრეტული IP-ის ან კონკრეტული აი ხაშურის ავტოპარკის кейსი. მეტი არ გვინდა. აი ერთი მეორეს იმდენად აწონის, ანუ იმდენად დიდი სხვაობა მაგათ მოპარულში. ერთი პარლამენტარის ხელფასი, რომელიც არის თვეში 15,000 ლარი. ხო. ჩვენ მედიას უნდა იყოს 1 წლის მანძილზე. კი და აი პროპაგანდამ იმდენად აი რომელ გამჭვირვალობაზე პროპაგანდამ იმდენად იმუშავა და ხალხიც აი ბევრი ტროლი ყავთ, მაგრამ ბევრს იმდენად ჯერა რომ თითქოს ეს NGO-ები არიან მტრები, მედია ორგანიზაციები არიან მტრები, ხარჯავენ რა ვიცი მილიარდებს, მილიონებს და ასე შემდეგ და პროპაგანდამ იმდენად იმუშავა რომ ამ ხალხს დააჯერეს და აი წინ ვინც ყავს აი ნამდვილი ქურდი, მომპარავი, რა ვიცი უბედურება, რომელმაც მილიონები მოიპარა მისი ჯიბიდან, ამ ადამიანებს ვერ ამჩნევენ და ეს ადამიანები გონიათ რაღაცა სუპერმენები. და უბრალოდ აი კატასტროფა, ნუ პროპაგანდა მუშაობს, რა თქმა უნდა და ყოველდღიურად ეს ცალკე მიმართულება აკიდეს საინფორმაციო ოპერაციებს, როგორ უკეთებენ ადამიანებს და რა ეტაპებს გადიან, ეგ ცალკე საუბრის თემა, მაგრამ ფაქტია, რომ აი კიდევ რას ხედა, ვიცი, აი პოლიტიკურ სპექტრშიც ეს უნდა მეთქვა აუცილებლად, აი მაგალითად გუშინ ჩერგულეიშვილმა რაღაც განცხადება თუ რაღაც გააკეთა და მთელი 2 დღეა, მთელი პოლიტიკური სპექტრი, კაი შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანებმა რაღაცა დაწერონ შეეხოს. მთელი პოლიტიკური სპექტრი მეც არაფერს არ განიხილავს, ჩერგულეიშვილი პარტიები გამოვიდნენ, აი ჩვენ ამას ესე ვაფასებ, ჩვენ ესე ვაფასებ და ამ დროს აი ესეთი თემები არის საერთოდ ხელდაუდებელი პარტიები საერთოდ რაღაცა თითქოს ძალიან მცირე ნაწილს, მაგრამ პარტიებსაც სჭირდებათ მედია, უბრალოდ კი, პარტიებსაც სჭირდება და ამ თემებს არ ეხებიან. რაც მედია როცა არ იქნება, როცა აღარ იქნება, არც იმ თემებს განეხილავენ, ალბათ კი, არა, ეგრეა, მაგრამ თითქოს პრობლემური თემები გვაქვს გვერდზე გადაწეული, რეალურად პრობლემური და ქართულ ოცნებასაც აწყობს პედალირება გაუკეთოს ისეთ თემებს, რომელიც რაღაცა მორალური პედესტალიდან ასაუბრებს ერთმანეთს და საზოგადოება იქნება მუდმივ დაპირისპირებაში და ამ მუდმივ დაპირისპირების ფონზე ესენი აი ესე ღიად იპარავდნენ კიდევ რაღაცებს და ღიად მიდიოდეს აი მთელი სისტემა აქვს აგებული, რა ვიცი, როგორ თქვა, კარგი სახელმწიფოსავით, როგორ მოიპარონ საკუთარი სახელმწიფოდან ფული. კარგით, მოკლედ მე შევახსენებ ჩვენი ქართლის ამბების მაყურებელს, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მედია ორგანიზაცია ნეუტივის წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი. ჩვენ ვისაუბრებთ საჯარო ფინანსების გამჭვირვალობაზე, იმ პროექტზე, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.